დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის პირველ ქადაგებლის წმინდა ანდრია მოციქულის შემობრძანების დღეს და წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტს დანიელს დაგლოცეთ მეუფეო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. გილოცავთ ასევე ამ დიდებულ დღეს ერთმანეთს დაგეს. ასევე გილოცავთ ჩვენს. მეუფეო, როგორც ვიცით, 12-19 მაისს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული. სწორედ ამ კვირეულის შესახებ გსურს რომ დღეს ვისაუბროთ და პირველ რიგში თუ შეიძლება აი ამ კვირეულის მნიშვნელობის, მისი იდეის შესახებ რომ მოგვითხროთ. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დიდებული დღესასწაული. დღევანდელი დღე ანდრია პირველწოდებული საქართველოში შემოსვლა. მადლობა მოგახსენოთ მოწვევისათვის და თქვა რომ კვირეული ღვთისმშობლის თაყვანისცემისა იწყება დღევანდელ დღეს სწორედ იმიტომ რომ ანდრია პირველწოდებული საქართველოში გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და გამოატანა მას ხელთუქმნელი ხატი რომელიც გამოისახა ფიცრის მის სახეზე შეხებით. ღვთისმშობელი მას შემდეგ რაც მას წილად ერგო საქართველო, ფიქრობდა საქართველოში ჩამოსვლაზე. მით უმეტეს მან იცოდა რომ კვართი უფლისა არის საქართველოში. და ეს არის უდიდესი გარდა იმისა რომ არის უდიდესი სიწმინდა ეს იყო მისი ძის ასე ვთქვათ რელიკვია რისი მოლოცვაც რასთან მიახლებაც მისთვის ასევე როგორც დედისთვის იყო მნიშვნელოვანი მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო მათ შორის იმის გამო რომ იერუსალიმის ეკლესიისათვის ახლად დაარსებული ქრისტეს ეკლესიისათვის ღვთისმშობელი წარმოადგენდა უდიდეს დასარტყმელს ბურთს არ ხერხდებოდა მის საქართველოში ჩამოსვლა და მაცხოვარი გამოეცხადა ღვთისმშობელს და უთხრა რომ ნუ იქნებოდა მწუხარე აი ამის გამო რომ ვერ ჩამოდიოდა საქართველოში მან აღუთქვა ღვთისმშობელს რომ იგი დაიცავდა ამ ქვეყანას და ასევე უთხრა მას რომ მას წარმოეგზავნა საქართველოში ანდრია პირველწოდებული და აი ეს ხატი რომელიც მის პირზე დადებით გამოისახებოდა, ანუ ხელთუქმნელი ხატი გამოეტანებინა მისთვის. შესაბამისად დღე, რომელსაც დღეს აღნიშნავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის დღე საქართველოში, რეალურად არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლის შემოსვლა საქართველოში. რადგანაც მაცხოვარმა ასევე უთხრა ღვთისმშობელს, რომ ეს ხატი იქნება შენ წილ და დამკვიდრდება საქართველოში ვიდრე უკუნისამდე ჟამთა, ანუ ვიდრე მეორედ მოსვლამდე. და ეს ნიშნავდა იმას, რომ ამ ხატის სახით ღვთისმშობლის მადლი შემოდიოდა საქართველოში და შესაბამისად ამ ხატის შემოგზანებით იწყება ღვთისმშობლის სამოციქულო მისია საქართველოში. ღვთისმშობლის წილღთომილობის ისტორია საქართველოში და აი ამან განაპირობა რომ აი ამ დღესასწაულის მიმართ გაცილებით უფრო მეტი ასე ვთქვათ მეტი სიღრმით მეტი გააზრებით მოხდეს აღნიშნვა მომავალში და შესაბამისად ეს დღეები იყოს დღეები იმის გააზრებისა თუ რას ნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილღთომილობა რა მოგვენიჭა ამით და შესაბამისად აი როგორ უნდა უპასუხოთ ჩვენ აი ამ ღვთის მიერ და ღვთისმშობლის მიერ ჩვენთვის მონიჭებულ წყალობას რა უნდა რას ავალებს ეს მოვლენა საქართველოს ეკლესიას მის ერს აი სწორედ ამის გააზრების თუ შეიძლება ითქვას არის ცდელობა აი ესეთი ხანგრძლივი თაყვანისცემა ესეთი გახანგრძლივებული ერთკვირიანი თაყვანისცემის ასე ვთქვათ დღეები რომელიც მისი უწინესობის კურთხევით გადაწყდა და დაახლოებით 2 წელია ეს მზადდება ეს ღონისძიება. ასე მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება. ვინ მიიღება საინტერესო ამაში მონაწილეობას? მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის ცენტრის ესე თქვათ მიერ ორგანიზებული იქნება ეს მზადდებოდა ეს სიმპოზიუმი და მასში უპირველეს ყოვლისა მისი უწინდესობის კურთხევით მოწვეულია ყველა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები. სხვა კონფესიის წარმომადგენლებმაც თუ არ ვწდები გამოთქვეს. და საინტერესო იყო ის, რომ ჩვენ ოფიციალურად არ მოგვიწევია სხვა კონფესიები, მაგრამ ვინაიდან ეს არის სამეცნიერო სიმპოზიუმი და მის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა ესე ვთქვათ სხვადასხვა საშუალებებით, საინფორმაციო საშუალებებით, მათ შორის ინტერნეტით, თელ სოფლიოში ეს გახდა ცნობილი და მრავალმა მეცნიერმა, რომელიც დაკავშირებულია, ვთქვათ, მართლმადიდებლურ, ვთქვათ, ან თემებთან, ვთქვათ, ბიზანტინისტებმა, არქეოლოგებმა, ისტორიკოსებმა, სხვა შორის ღვთისმეტყველებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ რაღაც აი მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული თემებზე და ღვთისმშობელთან დაკავშირებულ თემებზე მათაც მიიღოთ მონაწილეობა. საოცარია, რომ ისრაელიდანაც არიან მეცნიერები, ებრაელები, რომლებიც მაგალითად ცნობილი არქეოლოგია ჯონ ზელიგმანი, რომელიც დიდად ეხმარებოდა ქართველ მეცნიერებს იერუსალიმში ქართული ეკლესია მონასტრების არქეოლოგიური ასეთი გათხრების პროცესში. მან იმუშავა ღვთისმშობლის საფლავთან მიმდებარე ტერიტორიაზე და აღმოაჩინა ძველი ნაშთები სამონასტრო კომპლექსისა და ერთ-ერთი კედლის, ასე ვთქვათ, კედელზე აღმოაჩინეს ღვთისმშობლის ფრესკის ფრაგმენტი, ამის შესახებ აქვს მას მოხსენება. ასევე არსებობს ასეთი მეცნიერი ებრაელი შუმახერი, რომელიც არის ენათმეცნიერი და ის აი სწორედ ლიტურგიკაზე და ლიტურგიკაში ჩვენ ჰიმნოგრაფიის თემაზე, ასე ვთქვათ, წაიკითხავს მოხსენებას. არის იტალიელი მეცნიერი, კათოლიკე, რომელიც მუშაობს ქართულ ხელნაწერებზე დიდი ხანია, ფაქტიურად ის არის ქართველოლოგი, ხშირად ქართულადაც კითხულობს ლექციებს და ალბათ აქაც შესაძლებელი იქნება რომ მოვიწვიოთ და მოусმინოთ მას. არის ასევე პროტესტანტი, პასტორი რობერტ სკუდიერი, რომელიც თქვენ იცით რომ პროტესტანტულ ეკლესიაში ღვთისმშობელს როგორც წმინდანს არ აღიარებენ, მიუხედავად ამისა ეს პიროვნება გამოირჩევა მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი ტრადიციებისადმი ძალიან დიდი ყურადღებით. იგი ცდილობს რომ დაინახოს აი ამ ტრადიციაში ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები და მისი ნაშრომები ყოველთვის აი აღინიშნება აი ამ ცდელობით რომ მართლმადიდებლური ტრადიცია როგორღაც გაიაზროს და მიაწოდოს პროტესტანტ ესე იგი მრევლის პროტესტანტული ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებს და ამჟამად იგი ასეთ თემაზე ამზადებს მოამზადა და წაიკითხავს. ეს არის მაქსიმე აღსარებლის მიერ ღვთისმშობლის შესახებ ძალიან საინტერესო ნაშრომის თემაზე ექნება მას თავისი მოხსენება. და აი რუსეთიდან იქნებიან ჩამოსული სასულიერო პირები, მათ შორის ერთ-ერთი ცნობილი ღვთისმეტყველი გახლავთ ტიხონის უნივერსიტეტის რექტორი მამა დეკანოზი ვლადიმერ ვარაბიოვი. ასევე ჩვენთან იქნებიან ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენლები, რუმინეთის ეკლესიის წარმომადგენლები. სულ 14 ქვეყნიდან მგონი, ხო? 14 ქვეყნიდან იქნება სულ 27 სტუმარი. უკვე ჩამობრძანდა სტუმრები თუ? უმრავლესობა ჩამობრძანდა, დანარჩენი დღის განმავლობაში ჩამობრძანდება. მათ შორის არის ათონის მთის
ბერები არიან ჩამოსული ასევე და ყველასთვის ძალიან დიდი და სასიხარულო მოვლენა იყო რომ ღვთისმშობელმა ასეთი წყალობა და საჩუქარი მოავლინა ამ დღეებში რომ საქართველოს მიერ ეს მისი თაყვანისცემა გამხდარიყო უფრო სრულყოფილი აი ეს მირომდინარე სასწაულთმოქმედი ხატი წილად ხვდა საქართველოს აი ამ დღეებში რომ ჩამოვზანებული. დიახ, რომელიც ჩვენთან სტუდიაში მოგზანდება. დიახ. გადაცემის განმავლობაში. დიახ, მე ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ ხვალ გაიხსნება სიმპოზიუმი, ხვალინდელი დღე იმითაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული, რომ მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, რომელსაც მთელი ერთად ვაშენებთ, პირველი წირვა აღევლინება. და ეს ხატი სწორედ აბზანებული იქნება. დიახ, რასაკვირველია. მახათას მთაზე, ხო? ხატი იქნება აბზანებული მახათას მთაზე. თავისთავად ეს თემა მახათას მთასთან დაკავშირებული თემა ძალიან ჭიროთ არის დაკავშირებული აი სწორედ დღევანდელ დღესთან ანდრია პირველწოდებულის მიერ ხელთუქმნელი ხატის შემობრძანებასთან, იმიტომ რომ აწყურის ღვთისმშობლის ხატის მთავარი დანიშნულება იყო, რომ დაეცვა საქართველოს ვიდრე უკუნისამდე ჟამთა და საინტერესო გახლავთ ის, რომ ეს დაცვა ქვეყანაში ჭეშმარიტ სარწმუნოებისა ეს არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ ქვეყანას. როდესაც დაცულია ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის ნიშნავს, რომ სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის არის მნიშვნელოვანი, მთელი ეკლესიისათვის და სადაც არ უნდა ხდებოდეს რაიმე სასწაული თუ რაიმე გამარჯვება სულიერი, ეს მთელი სოფლიო მართლმადიდებლის ეკლესიის საკუთრება. ამიტომ ის რომ ვიდრე უკუნისამდე ჟამთა საქართველოს ეკლესიაში იქნებოდა დაცული სარწმუნოება, სულიერება, ეს ნიშნავდა რომ ეს იყო ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ნუგეში და უდიდესი სასოება. და საინტერესო ის გახლავთ, რომ ათონის მთაზე მე-10 საუკუნეში მიბრძანდა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი და მან გამოუცხადა ბერებს, რომ იგი მოვიდა მათ დასაცავად და რომ იგი იქნებოდა ასევე სამყაროს აღსასრულამდე მათი მფარველი და ესეც აღსრულდა. ისევე როგორც საქართველოს გადარჩა ათონი. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სამონასტრო კერა, რომელიც ძალიან დიდ შეიძლება ესეთ გამორჩეული იყო, ახლა მაგალითად ეგვიპტის უდაბნოებში იყო ანტონი დიდი, მაკარი დიდი, უდიდესი, ათასობით უდიდესი წმინდანი სასწაულთმოქმედი და გავიდა ჟამი და ვთქვათ შეწყდა იქ ასეთი ინტენსიური სამონასტრო ცხოვრება. ასევე იყო პალესტინის უდაბნოებში, ასევე იყო მცირე აზიაში. აი ყველგან რაღაც იყო პერიოდი ესე ვთქვათ დიდი აღმავლობის, მერე ესე ვთქვათ ისე შემცირდებოდა. აი თქვენ გახსოვთ ტაო-კლარჯეთის საოცარი ეპოქა. ფოტოჟურის ტაო-კლარჯეთის ეპოქა შვა სწორედ ივერონი, იმიტომ რომ იოანე თაწმინდელი აღიკვეცა 400 მონასტერში, ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთ მონასტერში. და აი ეს არის საოცრება, რომ ხატი მობძანდა, აღუთქვა მფარველობა და მართლაც ვიდრე უკუნისამდე ჟამთა ათონის მთა გახდა ბოლო ჟამის მართლმადიდებლობის აი ესეთი ბურჯი და ცენტრი მართლმადიდებლობისა და აქაც აღსრულდა აი ეს წინასწარმეტყველება, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ხატი მიბრძანდა ქართულ მონასტერში და ამიტომ ეწოდა მას ივერიისა. აქედან ჩანს, რომ სწორედაც ხატს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ღვთისმშობლის ხატს, როგორც მართლმადიდებლობის მცველს. და აი ამ მიზნით მოდის პირველ საუკუნეში საქართველოში და ამ მიზნით მოდის ათონის მთაზე, რომ დაიცვას სოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, მაგრამ ბინა მისი არის საქართველოს ქართული მონასტერი, ქართული ქრისტიანობა, ქართველი ბერები, რომელთაც მას წილად ხვდა ქართველ ბერებს წილად ხვდა პატივი, რომ აი მიახლებოდნენ ღვთისმშობელს. აი ეს რაღაც განსაკუთრებული უფლება, ამის მონიჭება, ეს არის წყალობა დიდი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება, ეს წყალობა ჩვენ გვავალებს, როგორც თვითონ ღვთისმშობელი ბოლომდე იყო თავის უარყოფაში, იყო ქრისტესათვის, ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის ჯვარცმული, ქრისტესთან ერთად
იგი იზიარებდა თანაჯვარცმას, არ მიუტოვებია ჯვარცმული მაცხოვარი, აი ესევე არ უნდა მიეტოვებინა აი ასეთ ერს და მართლაც ეს აღსრულდა. მთელი ჩვენი ისტორია იყო თანაჯვარცმა ქრისტესთან და ქართველმა ერმა შეძლო აი ამ მისიის აღსრულება და დღესაც როცა გვიახლოვდება ასე ვთქვათ სულ უფრო და უფრო ჟამი ახლოა, რომელიც წინასწარმეტყველებია ბიბლიაში, რომ დადგება ჟამი აღსასრულისა, აი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აი სწორედ ეს განსაცდელები გაიზრდება და კიდევ უფრო მეტად იქნება საჭირო აი ეს სიმტკიცე, უნარი, რომ ჩვენ როდესაც იქნება დევნა ეკლესიისა და ეს იგივე ეკლესია ქრისტეს სხეულია და იქნება ჯვარცმა ეკლესიისა და ქრისტეს ისე კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ არ მივატოვოთ ჯვარცმული მაცხოვარი და მასთან ერთად თანაჯვარს ვეცვლათ. აი ეს არის რაც ეს არის თავარი მისია და ზუსტად ამას აღასრულებდა საქართველოს ეკლესია და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ აი საოცარია, რომ პირველ ათასწლეულში გამოჩნდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც ეწოდება აწყურის ღვთისმშობლის, აწყურის ღვთისმშობლად იწოდება, გახსოვთ თქვენ ამის მიზეზი, რომ აწყურში ანდრია პირველწოდებულმა ჭაბუკი აღადგინა, მკვდრეთით გარდაცვლილი ჭაბუკი და ამიტომ ეწოდა აწყურის ღვთისმშობელი. მოდის პირველ ათასწლეულში და პირველი და მეორე ათასწლეულების მიჯნაზე ათონისთაზე გამოჩნდება ეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, იგივე მისიით, რომ დაიცვას მართლმადიდებლობა ვიდრე უგონისამდე ჟამთა და ბოლოს, ესე იგი, ზუსტად მეორე და მესამე ათასწლეულების მიჯნაზე გამოჩნდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, კერძოდ კანადაში, იოსებ მუნიოსთან, რომელმაც ათონიდან ასლი ჩაიტანა და ეს ხატი იწყებს მირონდენას და იწყებს ქადაგებას მთელ მსოფლიოში. ანუ მეორე და მესამე ათასწლეულის მიჯნაზე ისევ და ისევ ივერიის ღვთისმშობლის ხატი იცავს მართლმადიდებლობას, განამტკიცებს მართლმადიდებლობას და ისევ აი ხატის მისია სარწმუნოების დაცვის საკითხში ჩანს და საოცარი ის არის, რომ როდესაც ბუნებრივია აი ასეთი სასწაული ასეთ დროს მე-20 საუკუნის დასასრულს, როცა არის აპოსტასია, ანუ სარწმუნოებრივი შესუსტება, რაც ნაწინასწარმეტყველებია, რომ მოხდება ასეთი ხატის, ასეთი ძალის გამოვლინება შეუძლებელი იყო, რომ დარჩენილიყო პროტესტის ასე ვთქვათ გარეშე და იმ ასე ვთქვათ ძალებმა, რომელთაც მიუღებელი იყო სულიერება, რასაკვირველია ისურვეს განადგურება ამ მოგზაურობის შეწყვეტა და ამ სასწავლებისთვის ბოლო რომ მოეღო და მათ მოწამეობრივად ასე ვთქვათ მოახდინეს მოკლეს ესე იგი მცველი იოსებ მუნიოსი და ხატი კი გაუჩინარებული, არ ვიცით განადგურდა თუ და გადამალულია, მაგრამ აი ღმერთმა აჩვენა, რომ ეს ხატი მაინც იქადაგებს და თან ყველას აჩვენა, რომ ღმერთ შეუულია მართლაც აი როგორც სახარებაში წერია უკეთო ესენი დადუმდებნი, ქვები იღაღადებდნო და რეპროდუქციამ დაიწყო მირონდენა. ეს ამით აჩვენა ღმერთმა, რომ არა თუ ათონიდან ჩამოტანილი ასლი, აი უბრალოდ რეპროდუქციასაც შეუულია რომ იღაღადოს, მაგრამ მაინც ხატმა და მაინც ივერიის ღვთისმშობლის ხატმა და ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ აი 3000 წლეულია აი ამ ხატის მნიშვნელობა მართლმადიდებლური სამყაროსათვის არის შეუცვლელი და შესაბამისად ხატის თაყვანისცემას, განსაკუთრებით ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემას აქვს დიდი მნიშვნელობა და ჩვენ ერმა ეს უნდა გააცნობიეროს და ღირსეულად უნდა ემსახუროს დედა ეკლესიას, რამე თუ თაყვანისცემა ხატისა, სიწმინდეებისა შეუძლებელია სწორი სულიერი ცხოვრების გარეშე, სულიერი ცხოვრების მნიშვნელობის და შინაარსის გააზრების გარეშე და შესაბამისად სულიერი ცხოვრების საქმით აღსრულების გარეშე, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე და დღესაც აი ღვთის მადლით ჩვენ ხედავთ, რომ მისი უწვინესობის წარმოუდგენლად დიდი მოწამეობრივი ღვაწლით როგორ იღვიძებს და როგორ უბრუნდება ჩვენი ერის სარწმუნოებას და ასევე შეუძლებელი არ ითქვას მამა გაბრიელის საოცარი ღვაწლი, რომელმაც ასევე თავისი მოწამეობით დღეს საოცრად შემოაბრუნა და განამტკიცა ჩვენში სარწმუნოება.
ძალიან დიდი მადლობა მეუფეო მოგზაურობისთვის სტუდიაში. ჩვენს ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ილია მეუღლის ლოცვა კურთხევით საქართველოში 12 და 19 მაისს ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული აღინიშნება. ჩვენ სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით. ერთი ესე ვთქვათ თხოვნა. ჩემი ესე ვთქვათ ჩვენი ეპარქიის წოდება არის ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია. და არა საჩხერისა და ჭიათურის. მოდი დიდი შედობას ვთქვათ. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი საუბრობდა სტუდიაში 9 საათია ერთად.